როდესაც გეუბნებიან, რომ არ შეიძლება ამ შიერზე ტკბილეული, მაგალითად, ნამცხრები, არ შეიძლება ამ შიერზე შოკოლადი, არ შეიძლება ამ შიერზე გამაგრებელი სასმელები, მათ შორის კოლა, სპრაიტი, ფანტა და კიდევ ბევრი სხვა, და რომ გეუბნებიან, რომ შიერზე ნუსვამ ენერგეტიკულ სასმელებსო, უნდა დაუჯერო და ინახე რატომ. ეს იმიტომ, რომ გამაგრებელ სასმელებში, ენერგეტიკულში, ნამცხრებში, შოკოლადში, მოკლედ ტკბილეულში არსებული გლუკოზა იმის გამო, რომ თქვენი გუჭი ცარიელია, პირდაპირ აღმოჩნდება წვრილ ნაწლავში. წვრილ ნაწლავი მას შეიწოვს და სისხლში რამდენიმე წუთში გლუკოზის რაოდენობა მიაღწევს არანორმალურ პიკს, ლამის წევერეს. პანკრეასი იქნება შოკში. პანკრეასი იქნება გაგიჟებული ხოლმე, ეს რა ხდებაო და გამოყოფს ოხრად ინსულინს. ინსულინი გამოიყოფა იმდენი, რომ თუ სადმე იპოვის სისხლში გლუკოზის მოლეკულას, ეგრევე გადაამისამართებს ერთი მხრივ კუნთებისკენ და მეორე მხრივ ცხიმოვანი ქსოვილისკენ. სწორედ მაგიტომაც არის, რომ მე ღიპი მოგემატება ეს მუცეზე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი გაგიზრდება. გარდა მაგისა, სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაგივარდება. კი, ახლახანს მივთვით ტკბილეული, მაგრამ იმდენი იყო ინსულინი ამ საპასუხოდ, რომ გლუკოზის რაოდენობა სისხლში დაგივარდა და თავისთავად მას ვეღარ მიიღებს შიმშილის ცენტრი, რომელიც გავს ჰიპოთალამუსში, მას ვეღარ მიიღებს და რა მოხდება ამ შემთხვევაში? სხეული გამოყოფს ეპინეფრინს, გამოყოფს კორტიზოლს, გამოყოფს გლუკაგონს და ამის საპასუხოდ ახლა იქნება ისეთი შიერი, რომ მოგინდება რომ რაც შეიძლება ბევრი ჭამო ისე ტკბილეული. ანუ ახლახანს მივთვი, ისე ტკბილეულს დაიწყებ. მე ახლახანს მივთვი, ისე ტკბილეულს დაიწყებ და მთელი დღის განმავლობაში ხარ ამ ტკბილეულზე უკვე დამოკიდებული. ამიტომაც არის რომ წონაში წიმატებ და იმატებ ეს ხიპი გეზდება, მერე წნევაც გეზდება, მერე გვითარდება ინსულინზე რეზისტენტობა, მერე შაქრიანი დიაბეტი და მე უკვე ხდები დამოკიდებული წამლებს. აი ამიტომაც არის რომ შიერზე არასდროს არ უნდა მირთვა ტკბილეული. თუ მაინც თამაც ტკბილეული შოკოლადი და მსგავს რაღაცები გიყვარს, მე გეტყვი როდის უნდა მირთვა ის. როდის და როცა თქვენ უკვე მორჩებით თქვენ საუზმეს, სადის, როცა თქვენს კუჩი უკვე იქნება რაღაცა რაოდენობის სხვა საკვები, აი ამის მერე შეგიძლიათ უკვე მირთვათ თქვენი ტკბილეული, თქვენი ნამცხრები, თქვენი გამაგრებელი სასმელები, თუ ესე ძალიან გიყვართ, პრობლემა უკვე აღარ იქნება. ეს იმიტომ რომ თქვენი კუჩი უკვე სავსეა, მაშინ უკვე სხვა საკვები არის, მას სანამ არ მოინელებს რამდენიმე საათის განმავლობაში, მანამდე მას აღარ გადაამისამართებს წვრილ ნაწლავში, ამიტომ გლუკოზაც შეიწოვება ახლა უკვე ნელ-ნელა საათების განმავლობაში და პანკრეასი იქნება მშვიდად, აღარ დაბანიკდება. ასე რომ, როცა უკვე მორჩებით ძირითად საკვებს, აი ამის მერე უკვე შეგიძლიათ მირთვათ თქვენი ტკბილეულიც. თუ ეს იცოდით, მაშინ ეს ვიდეო დააგულეთ და თუ არ იცოდით და ტკბილეულს მაინც შიერზე მირთმევდით, მაშინ მოიწონეთ. და კიდევ, ეს ვიდეო ასე გავგზავნე იმ ადამიანს, ბევრ ტკბილეულს რომ მირთმევს.